ხვდები ემიგრანტ კოლეგებს. ემიგრანტობა ხომ ძალიან რთულია, ასევე ძალიან რთულია, როდესაც რჩები პროფესიის გარეშე, რადგან როგორც წესი ჟურნალისტები ვერ ვიცვლით ხოლმე პროფესიას და მუდმივად რჩებით ჟურნალისტებად. ჩემი ორი რესპონდენტიდან ერთ-ერთი 2012 წელს გავიცანი. მაშინ ერთ ტელევიზიაში ვმუშაობდით. მეორეს კი პირველად აქ შევხვდი. ინტერვიუს ჩასაწერად ჩემს უბანში ეს პატარა მყუდროს ვერი შევარჩიეთ. მე დღეს მინდა ვისაზრდო შემთხვევით და ბარსელონაში ყოფნაც გამოვიყენე გარკვეულწილად ამისთვის, რომ გაგაცნოთ ჩემი ორი კოლეგა, ორი ემიგრანტი ჟურნალისტი, ხატია მაღრაძე და ნატალია ბრეგვაძე. რამდენი წელი აქ ხართ და წარმოგედგინათ თუ არა, რომ ემიგრაციაში წასვლა მოგიწევდათ? მე 9 წელია უკვე ბარსელონაში ვართ. უკვე ორი შვილი მყავს, ერთი აქ დაიბადა. აბსოლუტურად ყველაფერი გადავდეთ მე და ჩემმა მეუღლემ გვერდზე. ჩვენი მიზნები, თუ რამე მისწრაფებები გქონდა ცხოვრებაში, რომ ჩვენი შვილებისთვის მიგვეცა იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ გქონდა.